გზა ჯორედინი. ჯენგის დანარკინუს თქვენი ნახვის უფლება მისცეს. შვიდად, თხილად იყავი. ესე იგი მოხვედი. შეხვედრის უფლებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ მაინც მოვახერხეთ. მარტო დავკვდავე. შეხვედრას ადვოკატიც უნდა დაესწრას. ლეილას ელაპარაკე? გმადლობ. შენი წყალობით თვალი ამეხილა. განა შეიძლება ასე მომექცე. გონია ამას ასე შეგარჩენ? შენი აზრით ამისთვის კომპენსაციას არ მოგთხოვ? მითხარი. რა თქმა უნდა. კომპენსაცია მნიშვნელოვანია. მაგრამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეს საქმე უნდა მოვაგვაროთ. ჩემი ხელით გაგაფრთხობინებ სულს. შენი სული ახლა ჩემს ხელშია. დღეიდან ყველაფერი რაც გაგაჩნია, ჩემს ხელშია. ყველაფერი. გასაგებია? ყველაფერი აიღეთ? კი, ძმო. და არა მარტო ეგ. დანარჩენიც ჩემს ხელშია. სათვალთვალო კამერების კარგად გადაამოწმე? კი, ძმო. მობილური ტელეფონი? ეგეც. მეორე? კი, ძმო. უკოლოდ გავაქრე. ესენის დაწვი. ნუღელა. მოკლედ, როგორც ხვდები ამ საქმეს, ცუდი სუნი ახდის ბატონო ნადირ. დაინტერესებული პირები ქექვას განაგრძობენ და ბოლომდე ჩაეძიებიან. საჭიროების შემთხვევაში ყველა და ყველაფერს გამოიყენებენ, რომ დამნაშავედ გწნან. ასე რომ ნამდვილად არ ღირს ამ შანსის ხელიდან გაშვება და საქმის გაფუჭება. იცი, მარტო ერთი რამ მითხარი. კი თუ არა. ბევრი დრო არ გაქვს. დამიჯერე. ბატონო ნადირ. იფიქრე. შეხვედრა დასრულებულია. რამდენი დღე იქნები დაცვის ქვეშ? 4. შენს მასავით ფიქრობ? წავიდეთ.
sadece sen bil diye anlattım. ეს იმიტომ მოგიყევი, რომ უბრალოდ გწოდნოდა. სასამართლოს თუ აცნობებ, ყველაფერს უარყოფ. თქვენმა აღიარებამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ვერ შევძლებ. აბა ისევ მასთან პარტნიორობას აპირებთ? შესაძლოა ნადირ ბაქტიროღლო მართლა ისეთია, როგორც შენ ახასიათებ. შეიძლება არც არაფერს წარმოადგენს და ამ პარტნიორობიდან მარტო სარგებელს მოელის, მაგრამ ვინც უნდა იყოს, სიტყვის მთქმელი არ ვარ. ასე ვერ გავრისკავსელი. კიდევ რომ დამიჭირონ. მართლა მოვკვდები. დიდი ასიმში გიბკაია დამნაშავის მარიონეტი გახდა. შენ ცხოვრებას მუდამ შავ თეთრ ფერებში ხედავ. მაგრამ მერწმუნე, სხვა ფერებიც არსებობს. იმიტომ რომ სისუფთავისთვის სხვა ფერი არ არსებობს. არ გავჩერდები. არ დავნებდები. სულ რომ არავინ დამეხმაროს, იმ კაცის ბრალეულობას მაინც დავამტკიცებ. შევეცდები რომ ყველა სათანადო დაისაჯოს. შევეცდები. სედებს მოაწყენინებთ. ერთი შვილი უკვე დაკარგეთ. მეორესაც ნუ გაუშვებთ ხელიდან. თქვენ მისი ფარი ხართ. ფეხი რომ წამოგრათ, მის გარდა არავინ შეგაშველებთ ხელს. მერწმუნეთ. ყველაფერი თქვენი გასაკეთებელი გახდა, ქალბატონო ნევინ. სუზან საქმეები გამოუჩნდა. დიშვილი გაუხდა ცუდად და იქ წავიდა. სწორად მოქცეულა. არაფერი შეჭამთ? მორჩენილი ბოსნეულისგან წვნიანს ვაკეთებ. მართლა? გემრიელი სუნი დგას. ჯერ გამოფხიზლდები. დაისვენეთ მაინც? დაახლოებით. ცოტა დამშვიდდი. თითქოს ტანკმა გადამიარაო. სანამ ეს საქმეები არ მოგვარდება, მოსვენება არ მიწერია. უკვე წლებია ეს ტვირთი მაწევს. თუმცა გემრიელ წვნიანს რომ მივირთმევთ, ყველა პრობლემა მოგვარდება, ხომ ასეა? ნეტა მართლა ასე იყოს. ბავშვები სად არიან? იამანის ოთახში. შენ წამოდი, რა ჯიუტი ხარ? ჯიუტობა არაფერ შუაშია. ძალით ხომ არ შეუხდები სახლში? რატომ ძალით? თვითონაც უნდა თელი საღამოკბილებ დაკრაჭილ ორ კუნს ნამდვილად ვერ უყურებ. ღმერთო, ჩვენც იქ ვიქნებით, წამოდი. მეგობარო, ნუ მაძალებ. დროზე წადი. ვანტუზელასთან შეხვედრის გამოღელავ? ისედაც უთხასიათზე ვარ და შენზე არ ვიყავ ჯავრი. თანაც სიამოვნებით. თუ დამიჭერგი? არა რა. არა. კარგი, ბოდიში. მეგობრებს ვეძებ, მეგობრებს. შემოდით, აქ ვართ. რას აკეთებთ? თამაშობთ? არა, მერტი ოიმბაზობს. კარგია, სწორედ ეს მჭირდებოდა. მაპატია, მაგრამ ანიმაცია დასრულდა. ზია ფარუქთან მივდივარ, ვახშამზე. მართლა? ხო, ელიულის მამა მოდის. მეც მიმიწვიეს. ნახოთ, ელიული რას მიმზადებს. ესე იგი, იწულებით მიგიწვიეს. გასაგებია. აბა შენიცი.
მაგრამ ამჯერად სერიოზულად გაფრთხილებ. თუ რამე სიტყვი ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ. კარგი, დაიკო, გასაგებია. დარწმუნებული ხართ? არ გეცოდებათ? შესაძლებელი არაფერი სჭირს. ეს მხოლოდ ხუმრობაა. თქვენ რომ გეხუმრონ ასე, წარმომიდგენია რა ამბავს ატეხთ. შენი ნოტაციების მოსმენის ხასიათზე არ ვარ. ისედაც გაბრაზებული ვარ შენზე იმის გამო, რომ ჩუმად მიყურადებდი. ჩემი შვილი არ გიყურადებდათ. ო, მამა, ჩემს წინააღმდეგ აშკარად პირი შეკრეს. დაჯექი, დასჯილი ხარ. დღეიდან ჩემს კარს 5 ნაბიჯითაც არ მოუახლოვდები. ნუ მემუქრები. თორემ ყველაფერს ვეტყვი ჩემს პარტნიორს და მე ნახავთ. კიდევ აქეთ მემუქრები. ბერენ გთხოვ გეგმას ნუ ჩაგვიშლი. დაგვეცადე გართობა. კარგი, ოღონდ ერთი პირობით. მეც წამოვალ. ფრთხილად იყავი. ჩვენი თანამზრახველობის გამო პარტნიორთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეს. არა უშავს გამიგებს. მეც წამოვალ რა. კარგი, ოღონდ ყველაფერს დამიჯერებ. ვაშა, კარგი, გპირდები. წამოდი საფარი. გამზე ჯანსაც მოიყვანს. ძიძა კიდევ ვერ იპოვეთ. ვერა, გამზე თავისას არ იშლის. მაგის მოსაწონი არავინ გამოჩნდა და მე რა ვუყო. კარგი, გავიქეცი. კარგი, მაშინ მარტო ვივახშმებთ. ზიასელი მე არ არის? დავიდა. ისევ ზღვაში გავიდა? არ ვიცი, შეიძლება. ყოველდღე რა აუცილებელია. მომისმინე, სუფრასთან არ დაიწყო, თქვენ წამოდითო. მირას და ელიულს ნუ აყვები. შეეცადე, რომ არც ერთი არ წამოყვეს. იქნებ მარტივად მომაგვარო ეს საქმე. გულს მტკენ. ბერენი სად არის? ყველაფერს ეწვის. ბერენ. რა ხდება დაიკო? გვეხმარებოდი და უცებ 2 წუთში სადღაც გაიგეცი. სტუმრების მოსვლამდე საფარის გასეირნება გადავწყვიტე. თვითონ გავასეირნებ. დიდი მადლობა. შენ წადი, სახლში მიეხმარე. წადი. რა ამბავია, ღმერთო ჩემო? რა ხდება? რა სულელები ხართ? ძალიან ლამაზი ხარ. ეთყობა განსაკუთრებული საღამო გაქვთ. ვახშმისთვის არ მოვკაზმო ვარ. იმ გოგოსთან შესახვედრად გამოვიბრანჯე. ესე იგი წასვლა გადაწყვიტე? ხო, მირა, შენი წამოსვლა აუცილებელი არ არის. არავითარ შემთხვევაში. რომ მივიდე და არავინ დამხვდეს? სულელი, თავის ნომერი მაინც მოეცა. ჯობდა სულ არ გამოჩენილიყავი. დაურეკე? ელაპარაკე და ამიტომ არ გინდა ჩემი წამოსვლა. 1000 ჯერ გითხარი, რომ მისი ნომერი არ მაქვს. წავშალე. და ის გოგოც ამოშალე ჩემი ცხოვრებიდან. აღარ არსებობს. არა, დამორჩა. არ გიძვირფასო, ნუ ბრაზობ. მირა, ნუ აბრაზებ იმას. ის გოგო შენი ფრჩხილის ფასიც კი არ ღირს. ვიცი. მაგრამ თუ არ წამიყვან, მეწყინება. კარგი, ერთად წავიდეთ. ამ დილას ასიმ შეკიპკაიას კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი, სინან ენვეროღლუს მკვლელობაში. ამ შოკის მომგვრელმა ამბავმა კიდევ ერთხელ შეცვალა სინან ენვეროღლუს მკვლელობის საქმის გამოძიების გეზი. გამოძიება ჩიხშია მომწყვდეული. სამართალდამცავები ძალღონეს არიშურებენ, რომ სიმართლე დაადგინონ და ნამდვილ დამნაშავეს დროულად მიაკვლიონ. დაჯექი დედა. სულ ახლახან სელიმ სერეზი და ასიმ შეკიპკაიაც ეჭვმიტანილებად ყავდათ მიჩნეული. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის სახლში 9 კაცი აადარეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება კიდევ ერთხელ აპირებს მოწმეების დაკითხვას, თუმცა ყველას გასაოცრად, ბატონი ასიმ შეკიპკაია კვლავ დუმილს განაგრძობს. ქალბატონი სუდერ ეკავს. მობილური გამორთული ქონდა და ვერაფრით დაგირეკათ. მომეცი. გისმენს ოდე. ტელეფონი გამორთული გავს. ხო. შეკითხვებს გავეკეცი. მეც გავეკეცი ასიმ. სად? არ მოხვალ?
რამდენიმე დღით დემოქსში ჩამოვედი. ერთად რომ ვართ გამუდმებით ერთსა და იმავზე ვლაპარაკობთ და ერთმანეთს უარესად ვაღიზიანებთ. ცოტა ხანს თუ არ დავისვენე, ნამდვილად გავგიჟდები. ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდება. მთავარია ეს ყველაფერი კოშმარად არ გიქცეს და სხვა არაფერი მინდა. ცუდზე ნოფიქრობ. გონება დაიმშვიდე და აისვენე. იქნებ მე ჩამოვიდე შენთან. კარგი. თავს გაუფრთხილდი. მიყვარხარ. ამაღამ ყველაფერს დავივიწყებთ. ჩავთვალოთ, რომ შეყვარებული წყვილი ვართ, რომელიც არავის ემალება. და მეც ხელი ჩაკიდე და სტამბოლის საუკეთესო რესტორანში მოგიყვანე. ნუ იცინი. ოცნება მაინც არის უფასო. კარგად ვიცნობ მაგოცნებებს. 17 წელი გავატარე ოცნებაში. 17 წლის იყავი, რომ გათხოვდი. 18 წლისას უკვე მირა მყავდა. ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო. ჩემს ნაოცნებარ სამყაროში შევდგი ფეხი. ასე მეგონა, ლოდი ჩამომხსნესო. მინდოდა ვინც დამცინოდა. ყველასთვის დამემტკიცებინა ჩემი წარმატება. ვცდილობდი, რომ სულელი ასუდე. ალტინკოელ ქალბატონად მეკცია. მინდოდა მყარად დავმდგარიყავი ფეხზე. არაფრით არ ვნებდებოდი. არ მინდოდა ძველ სამყაროში დაბრუნება. რაც თავი მახსოვს, სულ ალტინკოისკენ ვისწრაფოდი. ფარუქს რომ გავყევი ცოლად, მაშინაც კი ვერ ვისვენებდი. ძალიან ბევრი ვიბრძოლი იმისთვის, რომ ღირსეული ქალბატონი გამხდარიყავი. ყოველ დღე ახალ გამოცდას ვაბარებდი. არც ერთხელ არ დავნებებულ ვარ. ჩემზე უკეთ არავინ იცის ალტინკოიში ცხოვრების ფასი, რადგან მე მას სულ სხვა მხრიდან ვუყურებდი. იმ ხალხის ყოფა მესიზმრებოდა. ის იყო ჩემი ერთადერთი მიზანი. მხოლოდ ალტინკოი. მხოლოდ ის. ეს ვის არ უნდა. ფარუკი იყო ჩემი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. მე ლამაზი გოგო ვიყავი. ის კი ახალგაზრდა, სიმპათიური, დიდარი რაინდი. არ ვიცი გული როგორ არ გამიჩერდა. ახლა ხომ იცი. ამდენი წლის შემდეგ, როგორ უნდა ვიქცეოდე ასე კენან. როგორ უნდა გავუძლო სხვა ცხოვრებას. მე გვერდით გეყოლები. ვერ შევძლებ. ეს გულისცემა არ გმერა ჩემი ცხოვრებისთვის. ალტინკოის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. არ შემიძლია. იქაურობა თითქოს სარკედ მეკცა, რომელიც საკუთარ თავსაც კი მავიწყებს. იქაურ ქალად ვიქეცი. იქაურ ცხოვრებას მოვერგე. და სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია ჩემი არსებობა. მე კი უშენოდ ვერ წარმომიდგენია. ეს დაიმახსოვრე. ახლა აღარასდროს მიგატოვებ. შენთვის შევიცვლები. შეუძლებელს შევძლებ. შეხედე. არაფრის მეშინია. შენს თავს არავის დაუთმობ. ამოიგდე თავიდან უჩემო ცხოვრება. ამის უფლებას არ მოგცემ. მომისმინე. დღეიდან ჩვენთვის შეუძლებელი არაფერი იქნება. არ არსებობს ცუდი პერსპექტივა და არც დანაკარგი. მარტო მე და შენ ვარსებობთ.
ძლივს ჩაეძინა. ნახოთ, როდის გაიღვიძებს. მოდი თორემ საჭმელი გასივდა. რა საყვარელია? იზრდება ბავშვი. ო, სულ ჩვენთან ჯდომა უნდა. ვიცი, ბავშვებთან ერთად ძნელია, მაგრამ მიხარია, რომ ამ საღამოს ყველა ერთად ვართ. ჩვენთვისაც სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. შენს მადლობას გიხდი, ორკონ. ამდენ პრობლემებში მოახერხე და გვესტუმრე. არაფერს, რა თქმა უნდა, მოვიდოდი. არ მინდა ეს საღამო საქმიანად ვაქციო და თავი შეგაწყინოთ. ყველაფერი მზად არის. შენ გელოდებით. მაგრამ კარგი ამბავი მინდა გაცნობოთ. ახალი შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ ახალი ინვესტიციები დავაბანდოთ. მეც მალე მოვა. თუ ერთად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, დარწმუნებული ვარ, ყველა დიდ სარგებლოს ვნახავთ. ყველასთვის კარგი იქნება. ეს კარგი ამბავია. ო, თქვენმა გაწეულმა ხარდაჭერამ თავისი შედეგი გამოიღო. ამიტომ მინდა ეს შესაძლებლობა თქვენს გაგიზიაროთ. ეს ვახშამიც იმისთვის შედგა, რომ მადლიერება გამომეხატა იმ თანადგომისთვის, რომელიც თავის დროზე გამიძიეთ. არ ვიცოდი თანადგომა თუ გაგიძიეს. შენს დაეხმარე მამას? ზოგჯერ მეგობრები ერთმანეთს საქმეში ეხმარებიან ხოლმე. თუმცა ახლა შედეგი ყველას ხელს მოგცემს. და რამდენი უნდა გადაუხადო შენს პარტნიორებს ამ თანადგომისთვის? მითხარი. ამ საკითხზე მოგვიანებით შევთანხმდებით, მირა. რამდენი მამა? თითო მილიონი. აი მესმის მცირე თანადგომა. როცა მოგებაზე ფიქრობ, ასია. ბოდიშს გიხდით. ელიულმა შეტყობინება მომწერა. უნდა წავიდე. გემრიელად მიირთვით. დროებით ძვირფასო, დროებით. აბა შენიცი. რა მოხდა? რა ხასიათზე ხარ? არაფერი. რა მოხდა მეთქი? ორკონმა გაწყენინა? არა. მამა ჩემა. შეგიძლია ამიხსნა. ასახსნელი არაფერია. მამა ჩემი ჯერ კიდევ ბავშვია და ვერაფრით გაიზარდა. შეცდომაზე უშვებს. 10 ჯერ მოიდეხა კისერი და მაინც ვერ ისწავლა ჭკუა. 3 წლის ბავშვიც კი სწავლობს თავის შეცდომებზე. მას კი მაინც არაფერი ეშველა. არაფერი. ძალიან ვბრაზობ. ახლა ხვდები, რომ თურმე დედაჩემი მართალი ყოფილა. თავისი საქმეა. დაწმარდი. არაფრის გამო რატომ ბრაზობ? ხასიათს ნუ გაიფუჭებ. დაივიწყე, გთხოვ. თავარია იმ გოგომ არ გამიფუჭას ხასიათი. ღვთის გულისათვის. ნუ მახსენებ, ისედაც ნერვიულობ. გარგი, ნუ ბრაზობ, დამშვიდი. საჭესთან შენ დაჭექი. იამანსაც შეძლებია გაბრაზება. მირა, იამან. შემოდი. როდის მახვედი, ვერ დაგინახე.
სად იყავი? ეილილთან შევიარე. ბავშვს ვეთამაშე და ახლა მოვედი. მე ორგუნი მოვიდა და ვეღარ დაგირეკე. გასაგებია. გამარჯობა. ახალი არაფერია? სელიმ სერერის წყალობით ჩემს პარტნიორს სულელურ მკვლელობაში სდებენ ბრალს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ვიღაც არანორმალურმა შარი მოსდა და ახალი თავსატეხი გაგუჩინა. გადახდილ თანხებს უკან ითხოვენ. ყველაფერი აირია. ცუდია რომ ასე მოხდა. წუხარ. თუმცა მოსალოდნელ სიამოვნებას მაინც აცდებით. ჯობს თავიდანვე იცოდნენ სიმართლე. მე ეს თავიდანვეა, მალე ბინები უნდა დარიგდეს. ყოველ შემთხვევაში მის პარტნიორობაზე მაინც აღარ იფიქრებ. შენ მაგაზე არ ინერვიულა. წავედი, საღამოც გნახავ. დროებით. დროებით. ნუ გამაცილებ, იამანს მიხედე. გმადლობთ. საღამოს სად უნდა ნახო? მამა მორგუნისა და ეილიულის ოჯახები ვახშამზე მიიწვია. რასთან დაკავშირებით? არ ვიცი. ალბათ სამსახურთან დაკავშირებით. შენც მოდი. ეილიული მერცეც წამოიყვანს. არა, საქმეები მაქვს. რა საქმეები? ლეილასთან უნდა შევიარო. დედამისი ჩამოვიდა. თუ ვანდუზელას უნდა შეხვდე. შენ საიდან იცი, რომ ჩამოვიდა? ჩამოვიდა? სიმართლე მითხარი, ელიფმა გითხრა? ელიფმა ციცის და მე მიმალავ? ასე არ არის. შეიძლება ელიფმა ნახა. ან შეიტყვა. კარგი. მე მხოლოდ შენი შემოწმება მინდოდა. მაგრამ როგორ ჩანს თურმე სიმართლე ყოფილა. უკვე შეხვდით ერთმანეთს? მითხარი შეხვდით? რა სისულელია მირა? მასთან რამე საქმება? რა საზიზღრები ხართ? ძლივს შერიგდნენ. ასე როგორ შეიძლება? უბრალოდ ხუმრობაა. რა უნდა მოხდეს? ახლა ხუმრობის დროა? ყველა ცუთხასიათზია. მით უკეთესი. ცოტა ხნით ნადირს დავივიწყებთ. იამანი რომ გაიგებს, საკუთარ სახელებს დაგავიწყებთ. იცოდე, მე გაგაფრთხილე. მერტ, თუ ეტყვი დაგახრჯობ. კარგი რა, არ ვეტყვი, გპირდები. შენი დაპირება კარგად ვიცი. კარგი. კარგი რა, ხომ გითხარი, არ ვეტყვი მეთქი. თვალი დამიბრმავდეს თუ რამე უთხრა. გპირდები. ის კი არა ხელსაც კი შეგიწყობ. მოიცადე? იამან. იამან, მოდი აქ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა. მითხარი. ვერ გეტყვი. შეტყობინებას მოგწერ. კარგი. მეც მინდა მისი სახის დანახვა, შეტყობინებას ნუ მიწერ. კარგი, წაკითხვისას გადაუღებ და გაჩვენებ. იმ გოგომ ასე რატომ დაგაინტერესა? არ ვიცი. ძალიან მოულოდნელად გამოჩნდა. რა ხდება? ვიცოდი რომ ის გოგო თავს არ დამანებებდა. ტელეფონის ნომერიც ამიტომ შევიცვალე. ნამდვილი გიჟია. ყველა გიჟს ვიღაც აგიჟებს იამან. ვინ იცის იმ გოგოს რა უთხარი ან რა გაუკეთე რომ იმეც არ კარგავს. მირა, რა უნდა მეთქვა? შეყვარებულები არ ყოფილვართ და არც არასდროს ყვარებია. უბრალოდ ვერთობოდი და მორჩა. აბათ ყველა დაიმედა თავი და უმიზეზოდ გადაგეკიდა. სწორედ ასეა. რას გწერს? ჩვენ რომ არ ვიყავით, მოსულა და წერილი დაუტოვებია.
იამან, ამ საღამოს აუცილებლად უნდა შევხვდეთ. მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. გთხოვ, ნუ გამერბი ხარ. ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. საღამოს 10 საათზე გზისპირა ბარში დაგელოდები. ბარში. კარგად დააგვირდით. მირა, დაწყნარდი, გთხოვ. შეხვედრა რატომ უნდა? არ ვიცით. არ დაუწერია. რაღაც ასრაფოა. მნიშვნელოვანი რაღაცის თქმა უნდა. ღმერთო, ოღონდ ეს არა. რა გაიფიქრე? შიშო არ გითხრას, რომ ფეხმძიმედ არის. რა სისულელის ამბობ? არა, მაგრამ არც უარყოფ. მირა, სისულელის ნუ ამბობ, გთხოვ. თუ მართლა ასე იქნა, არასდროს გაბადიებ იამან. არასდროს. მირა, ღვთისგულისათვის, გაჩუმდი. რაღაცას კითხავ. აგვისტოში გაიცანი თუ სექტემბერში? რამდენიმე დღიანი ურთიერთობა გქონდათ. ნუ აზვიადებთ. თუ გადავითვლით 3-4 თვე გავიდა. აი, მეტი რა გინდათ? რა სისულელის ამბობთ? საკმარისია. ეს რა მზაკრობაა? სიმართლე უთხარით. არა. ამის წარმოდგენაც კი მზარავს. ცოტაც მოითმინე. საღამოს ვეთყვით. იამან. საღამოს მეც წამოყვები. აკი ვახშამი მაქვსო. 10-თვის მოვრჩებით. მეც წამოვალ. კარგი, მაშინ ერთად წავიდეთ. ახლა რეილასთან უნდა შევიარო. კარგი. საბრალო ბიჭი, როგორ მეწოდება? მე ჩამითხრიეთ. არა. ეს კიდევ ცოტაა. ხურდა დაიტოვეთ. შიგნით არიან. შემოდი. იამანი მოვიდა. შემოდი იამან. როგორ ხარ? როგორ ვიქნები? შენც კარგად იცი. ლეილა. სურათში კარგად არ ჩანდა შვილო. რამხელა სახლი ქონიათ. ნამდვილი სასახლეა. ჯერ მარტო ამის დალაგება თქვით. არა ლეილა. იამან, არ გინდა? არა, გმადლობა. გემრიელად მიირთვით. მთელი დოზლუდერი აქ არის. მარტო ხასანი და ქენანი გვაკლია. არც არავის ჭირდება. შვილო, მართლაც კარგი სახლი გაქვს. მაგრამ ეს რა ხდება ჩვენს თავს? ყველაფერი მოგვარდება. დამშვიდდი. ღმერთმა ქნას. იმედია. მიხარია თქვენი ნახვა და ბილგი. იგივეს ვერ გეტყვი იამან. დედა, არაფერია. იმედი გამიცრუე იამან. ჩემ შულს ბედნიერება არ შეარგეთ. საქორწინო მოგზაურობაში წასვლას კი არ დააცადეთ. უქმროდ დამიტოვეთ. დედა, ძალიან გთხოვ, გაჩუმდი. იამანი რა შუაშია? ეს ხომ ჩაიდინა. წამოდი გავიდეთ. მოდით შევჭამოთ, სანამ არ გაციებულა. მიირთვით. მიირთვით. დედაზე არ გაბრაზდე. მოხთარმა ისიც შეძრა. მისთვის გაუგებარია ეს ქორწინებაც, დაპატიმრებაც და სხვა დანარჩენიც. გასაბრაზებელი რა არის? შენ სანახავად მოვედი. კარგად ვარ, გმადლობ. ერთი სული მაქვს ეს კოშმარი როდის დამთავრდება. ლეილა, მომისმინე. ყველა მისის რომ ეს ტიპი აქ ძალით გაკავებს. სიმართლე უნდა თქვა. დაელაპარაკე ძიასელიმს. მის დასაპატიმრებლად ისიც საკმარისია, რაც შენ გაგიკეთა. საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე შენ გონია. დამიჯერე სანამ დროა თავს უშველი. თუ დავამტკიცებთ, რომ იძულებით ქორწინებაში ხარ, განქორწინებას მაშინვე მოგცემენ. ამ ყველაფრისგან თავს დაახცევ. იამან კმარა, არაფერს გატყუებ. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. არ ვიცი რატომ არ გჯერა ჩემი.
ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. იამან, ეყოფა. ლეილა, კარგად დაფიქრდი. დასაფიქრებელი არაფერია. არაფერი. მინდა რომ ჩემი ქმარი მალე დაბრუნდეს სახში. გასაგებია? ეყოფა მეგობარო, ძადი. სანამ ბატონი ნადირი არ გამოვა, აქ ნუ ღარ მოხვალ. გამოუშვებენ და მე რეინახულე. კარგი წავალ. მაგრამ ერთს გეტყვით. ძალიან ერთგულებსაც ნუ თამაშობთ. თხილად იყავით. თქვენი ჯერიც მალე დადგება. და სანანებელი გაგიხდებათ. ნახვამდის. ლეილა. ლეილა. ახლა მოვა. იამან, მოიცადე. მართლა გჯერა რომ ეს მკვლელობა ბატონმა ნადირმა ჩაიდინა. შენ ყველაზე უკეთიცი. კარგად იცი ეს ტიპები რა საშინელებასაც ჩადიან. საიდან უნდა ვიცოდე? შენც აქ იყავის სინან ენვეროღლუ რომ მოკლეს. არ ვიცი, შეიძლება მათ სხვა რამე დაგეკმეს, ან სამხილები გაანადგურეს, არ ვიცი. ძმაო დავწვა? არა, ჯერ წავიკითხავ. შეინებაა. ღვთისგულისათვის თუ რამე იცი თქვი, თორემ ის იდიოტები თქვენს დაგხუპავენ. აიშე. მოვდივარ. გააგიშა გოგო. რა გითხრა? მომისმინე. იმ მკვლელობაში შენც ხარ გარეული. რა? რას ამბობ? იამანმა გითხრა? მითხარი. შენ დაგიკვეთეს ის მკვლელობა და ამდენი ფული ამიტომ გადაგიხადეს? გაჩვენდი. სისულელეს მორჩი. სახლში შემოდი. გეფიცები, თუ ეს სიმართლეა, მე პირველი ჩაგიშვე პოლიციაში და ცხოვრებაში ახარ დაგენახები. სისულელეს ნუ ამბობ, აიშე. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.